მარტის დასაწყისისთვის აფხაზეთის მარიონეტულმა მთავრობამ გამშვები პუნქტების დახურვა დააანონსა. თუ რა რეაქციები მოყვა ამ გადაწყვეტილებას მოგითხრობთ ჩვენ სიუჟეტში. აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საკონტროლო გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გააპროტესტეს. ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტების დახურვის თაობაზე აფხაზური მხარის მიერ არაერთხელ დაანონსებული გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის შესახებ განცხადება დე-ფაქტო ხელისუფლებამ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ბოლო შეხვედრაზე გააკეთა. ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლების არაერთი პროტესტის მიუხედავად აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ გალის შეხვედრაზე დაადასტურა, რომ 4 მარტიდან ხურჩან ნაბაკევისა და ორსანტია ოტობაიას ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტები ჩაიკეტებოდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში დეპუტატებმა დაგმეს საოკუპაციო რეჟიმის მიერ ოტობაიასა და ნაბაკევში გამშვები პუნქტების დახურვის საკითხი, რაც მათივე განმარტებით კონფლიქტის ზონაში ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციის დანაშაულებრივი პოლიტიკის გაგრძელებაა. როგორც ხდომაზე ითქვა, გადასასვლელების დახურვით და საკუთარ ქვეყანაში გადაადგილების უფლების შეზღუდვით აშკარაა, რომ კრემლი ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გამო საქართველოს მოქალაქეებს სჯის. ამ ორი მოვლენის დროში დამთხოვა მოსკოვმა გამიზნულად მოახდინა. აღნიშნულია უმაღლესი საბჭოს საგანგებო განცხადებაში, რომელიც პრეზიდიუმის ხდომამ მიიღო. ოკუპანტის გადაწყვეტილება აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მოქმედი გადასასვლელების დახურვის შესახებ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ ნორმებს. ამასთან ეს გადაწყვეტილება მრავალ დამატებით პრობლემას შეუქმნის, ისედაც უფლება აყრილ გალის რაიონის ქართულ მოსახლეობას, რაც მიმართულია დანარჩენი საქართველოსგან აფხაზეთის შემდგომი იზოლაციისკენ, აღნიშნავენ დეპუტატები. საქართველოს მოქალაქეებს ეძლევათ უფლება თავისუფლად იმოგზაურონ მთელს ევროპაში და ამ დროს რუსეთი უკრძალავს გადაადგილებას საკუთარ ქვეყანაში და ეს კეთდება ერთდროულად და მიზანმიმართულად. ის რაც ადრე გაკეთდა რუსეთის მიერ, ანუ მთელი აფხაზეთის და განსაკუთრებით გალის რაიონის მილიტარიზაცია, მთელი გალის რაიონის გადაქცევა ერთიან რაღაც დიდ სამხედრო ბაზად და ის, რასაც ახლა აკეთებენ, ყველაფერი ეს უნდა იყოს ერთ კონტექსტში მოქცეული და აი ასე კომპლექსურად განხილული. ეს არის ერთი პოლიტიკა, რომელსაც ქვია რუსეთის მიერ აფხაზეთის მცოცავი ანექსიის ასე ნაბიჯ განხორციელება. ასობით ადამიანი გადადის აი ამ საზღვარზე და აი ამის დახურვით უკიდურესად ილახება ადამიანის უფლებები, მთელი რიგი უფლებები. ჩვენს მიერ მომზადებულ პროექტში აი ჩამოთვლილია ყველა ეს პრობლემა, რაც დამატებით ექმნებათ ადამიანებს, ადამიანებს, რომლებიც ისედაც უფლება აყრილები არიან და კანონგარეშე არიან გამოცხადებული და კიდევ დამატებითი პრობლემები იქმნება. ამის მოთმინება ალბათ არის შეუძლებელი. ეს სერიოზული პრობლემას უქმნის ჩვენს მოსახლეობას გალის რაიონში. ეზღუდებათ განათლების უფლება. მათ ეზღუდებათ სამედიცინო დახმარება. საარჩევნო კანონზე ლაპარაკი ზედმეტია და იქ მიდის აქტიური მუშაობა მისკენ, რომ როგორმე ეს ხალხი განდევნილი იქნას აფხაზეთის ტერიტორიიდან თავის ძირძველი მშობლიური კუთხიდან. აი ეს არის ყველაზე მთავარი მათი მიზანი და ამას ისინი ახორციელებენ მიზანმიმართულად უკვე წლებია. ამას აკეთებს რუსეთის მხარე. უმაღლესი საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან შექმნილი ვითარების გამო. გმობს გალის რაიონის მოსახლეობის მიმართ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დისკრიმინაციული პოლიტიკის შემდგომ გამკაცრებას, გადაადგილების უფლების უკიდურესად შეზღუდვას. მოუწოდებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ადეკვატური შეფასება მისცენ ოკუპირებულ აფხაზეთში საერთაშორისო ნორმების უხეშტარღვევასა და გადაადგილების უფლებების უკიდურესად შეზღუდვას. მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს კვლავაც განაგრძოს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება აფხაზეთში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის შესახებ და მიიღოს დამატებითი ზომები, რათა აღნიშნული საკითხი გაეროს, ეუთოს, ევროსაბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათი შესაბამისი სტრუქტურების განხილვის საგანი გახდეს. უმაღლესი საბჭო მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განიხილოს ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევის აღმოფხვრის მიზნით საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობა და მიზანშეწონილობა. თხოვს ჟენევის ფორმატის მედიატორებს მომავალ მოლაპარაკებებზე უზრუნველყონ აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების უფლების შეზღუდვის საკითხის საგნობრივი და პრინციპული განხილვა. იქ მთელ რიგ სხვადასხვა ზომებთან ერთად ვთავაზობთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გადაადგილების უფლების ეს შემდგომი შეზღუდვა და უკიდურესი შეზღუდვა გახდეს საერთაშორისო სასამართლოს
განხილვის საგანი, ასევე მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების, ეს იქნება გაერო, ეუთო, ევროსაბჭო, აი ეგ შესაბამის სტრუქტურებში ამ თემის განხილვა უნდა მოხდეს და უნდა იყოს მიღებული ძალიან მკაცრი გადაწყვეტილება. ეს იქნება ალბათ ერთ-ერთი პირველი ესეთი სერიოზული ზომა, სერიოზული დარტყმა ოკუპანტზე და მის აი ამ პოლიტიკაზე. Რა თქმა უნდა, ჩვენ სხვა ისეთ ქმედით ზომებს, რომ ეს აღკვეთოთ ეს ყველაფერი, ჩვენ ამას ვერ განვახორციელებთ, იმიტომ რომ იქით ამ ხარეს დგას კბილებამდე შეიარაღებული ოკუპანტი და ის ყოველივე ამას აი ამ სამხედრო ძალას ამოფარებული ახორციელებს, მაგრამ რაც შეეხება ყველაფერ ამის პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას, ეს უნდა მოხდეს ყველა დონეზე. აუცილებლად მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, მივმართავთ სახალხო დამცველს, გავგზავნით ამ დოკუმენტს და მივმართავთ, რომ მოხდეს ჯერ ქვეყნის შიგნით და შემდეგ საერთაშორისო არენაზე ამ თემის აქტუალიზაცია. შემაშფოთებელია ყოველივე ეს ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო ნორმას, ძალიან სერიოზული ჩართულობაა საჯარო საერთაშორისო ორგანიზაციების, ინსტიტუციების, უпростоრად, რათა როგორმე გავლენა მოახდინონ რუსეთის ხელისუფლებაზე, მოგეხსენებათ იქ აფხაზი და აფხაზი მოსახლეობა არაფერს არ წყვეტს. ხო, აქედან გამომდინარე, ეს პირდაპირ არის, ასე ვთქვათ, მიზანმიმართული ანექსია ამ ტერიტორიის. მოხდეს მათი შეფასებები, როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით უპირველეს ყოვლისა და უნდა მიმართოთ ჩვენ საქართველოს ხელისუფლებამ ყველა ინსტიტუციებს, საერთაშორისო ინსტიტუციებს, რათა მართლა ამ ყოველგვარ უმსგავსობას მოეღოს ბოლო. ეს მიმართულია იმისთვის, რომ იზოლაცია მოახდინონ იქ დარჩენილი მოსახლეობის, გაერიყოს საქართველოს დანარჩენი მოსახლეობისგან. იქნება კონტროლი გადასვლა გადმოსვლის, იქნება ზედმეტი, ესე იგი, ნერვიულობა, სასწრების ხარჯვა. ჩვენ განცხადების სახით მივმართეთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ ძალისხმევა განახლდეს მოთხოვონ, ესე იგი, ოკუპანტს, რომ მან ეს არ გააკეთოს. კვეთრი ნაბიჯების გადადგმა საჭირო საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით შეშფოთებულია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიერ ორი საკონტროლო გამშვები პუნქტის დახურვის ფაქტს ნატო ეხმიანება და შემაშფოთებელს უწოდებს. ამასთან დაკავშირებით განცხადება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოანა ლუგენსკუმ გააკეთა. გადასასვლელების დახურვით, რომელსაც ყოველდღიურად იყენებს ასობით ადამიანი, შეიზღუდება გადაადგილების თავისუფლება, რაც ნეგატიურად აისახება როგორც ადგილზე, ისე რეგიონში სტაბილურობაზე. მოუწოდებთ საოკუპაციო რეჟიმს ამ გადაწყვეტილების გადახედვისკენ, რომ მოხდეს მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფა, ნათქვამია ლუგენსკუს განცხადებაში. ნატოში ასევე განაცხადეს, რომ განაგრძობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და მოუწოდებენ რუსეთს გააუქმოს საქართველოს რეგიონების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკების აღიარება.